ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც გაუძღვები მე თენგოლმანიძე, ჩვენს მეგობართან ცოტნე მარღიასთან ერთად, ფილოსოფოსი, ჩვენი თანაწამყვანი და ჩვენი გუნდის წევრი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ცოტნე, მადლობა რომ შემოგვიერთდი. საინტერესო ეთერი გველოდება. მინდა დავიწყო ერთი მნიშვნელოვანი ამბით, ხო, რომელიც კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაშუქებდით და ვაშუქებთ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. 2 დღის წინ ამ საქმეზე გამოცხადდა განაჩენი, რომელიც იყო პირდაპირ ვთქვათ მოულოდნელი იმ კონტექსტში, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ჩვენი აზრით და მათ შორის იმ იურისტების აზრით, სამართალთან შეხებაში მყოფი ადამიანების აზრით, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ხოლმე ჩვენს იდეას, ჩვენ სტუდიას, რომ აი ასეთი სახის მტკიცებულებებით გამოსულიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ამის მიუხედავად ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა მათ შორის ის ვარაუდიც და გარკვეულწილად მოლოდინიც, რომ სასამართლო ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ აი რაღაც მცირე პროცენტი და იმედი იმისი, რომ აი ესე ჰაერიდან მოტანილი ვიღაცის ჭორაობით, მხოლოდ ჭორაობაზე აგებული ბრალით შეიძლებოდა ადამიანებისთვის გამოეტანათ ასეთი სანქცია, რაც არის უვადო პატიმრობა, ჩვენ მაინც ვიტოვებდით იმედს, რომ დღევანდელი სასამართლო არ არის ის სასამართლო, რაც ხდებოდა აი წინა ნაციონალური მოძრაობის დროს, თუმცა მე სიმართლე გითხრათ, არც ის მახსენდება, რომ იმ დროსაც აი ესეთი სამუდამო პატიმრობა ვინმესთვის გამოეტანათ, მით უმეტეს აი ესეთი არაფრის საქმით, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არის. მინდა რომ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი, თუმცა მანამდე ალბათ საინტერესო იქნება რომ ვაჩვენოთ ადვოკატების კომენტარები ამ საქმეზე, ჩვენს მაყურებელს, როგორ აფასებენ ისინი, რამდენად არიან მზად მომავალი ბრძოლისთვის და აქვთ თუ არა მათ საამისოს შემართება. მოდით გავუშვათ ვიდეო და შემდეგ განვიხილოთ. განაჩენი არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიხაძეების ბრალს. დღევანდელი თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მე, რომელიც წარმოთქვა ბრალდებმა, იქვე იქნა გამოცხადებული, ეს კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება, საქართველოს 2 ინსტანცია და თუ ესეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავთ, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელის პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. შესაბამისად, დანარჩენი წირა ეს ცოტა გრძელი ბრძოლა, რომლისთვისაც მზადაა ჩემი დაცვის ყოფები და დანარჩენი უკვე სამართლებრივად ნახავთ ერთად. დღევანდელ პროცესზე უბრალოდ თამამად შემიძლია თქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით. საქმეში მტკიცებულებას წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი. სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში პატაკი ვერასდროს ვერ უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ბატონო მოსამართლემ ბრძანა, რომ ამ საქმეში თითქოს და ფაზლი შეკრა პროკურატურამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ოღონდ ყველა ამ ფაზლის დეტალს რომიკო გოგიაშვილის პატაკი ეწერა ზემოთ. და თუ ერთი პატაკი კრავს ფაზლს, მაშინ კი ბატონო, ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით, ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას საფუძვლად პროკურატურამ დაუდო პატაკი, რაც დადასტურებულად და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია სასამართლომ. ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, რომ ბრძოლა გაგრძელდება
ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და აუცილებლად საქმე სწავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იმიტომ რომ ამ პროცესში დარღვეული იყო როგორც შეჯიბრითი მართლმსაჯულება, ისე პატაკის საფუძველზეა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის სხვა მტკიცებულებების გარეშე, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან. აუცილებლად დაველოდებით განაჩენს, ამით არაფერი არ დასრულებულა, ამით ყველაფერი თავიდან დაიწყო ამ გადაწყვეტილებით მერწმუნეთ, არც ერთი დაცვხარი არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას, ვაგრძელებთ ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, რომელიც ეს გადაწყვეტილება მოივლის აპელაციას, საკასაციოს და შემდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამ საქმეს დაერქვა საქმე მტკიცებულებების გარეშე და იმიტომ იყო ინტერესი, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა ობიექტურად და სამართლიანად და ეს საქმე გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ მეორე მხარის ინტერესის გასატარებლად. მზად ვიყავით ყველაფრისთვის და არაერთხელ განვარტეთ, რომ ყველაფრისთვის ვიყავით მზად ჩვენ. და ამაზე რა თქმა უნდა გავაკეთეთ აპელირება. თუმცა სადღაც მაინც ვიტოვებდით, სადღაც 1%-ს იმედს მაინც, რომ შესაძლებელია, რომ სასამართლოს ემსჯელა ობიექტურად, მაგრამ როდესაც დღევანდელ სასამართლოში სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ყველას არ ვეხები და ყველა საქმეს არ ვეხები, სასამართლო დამოუკიდებლად ვერ წყვიტავს გამოიტანოს გადაწყვეტილება რეზონანსულ საქმეებზე. ამ შემთხვევაში ნაკლებია, ხო, იმის იმედი, რომ გადაწყვეტილიყო ობიექტურად და სამართლიანად. უბრალოდ კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უნდა მოიაროს საქართველოში ყველა ინსტანცია განაჩენმა და იმ შემთხვევაში თუ დარჩა ძალაში, ამ შემთხვევაში უკვე ეს განაჩენი აუცილებლად დატოვებს საქართველოს და წავა ადამიანის ევროპულ სასამართლოში. დაბრუნდით ეთერში, ალბათ მნიშვნელოვანია რომ მაყურებელსაც აუხსნათ, რომ რატო ვთვლით ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, ასევე გავუშვით ადვოკატების განცხადებები, რომლებიც ასევე მიუთითებენ ამ გარემოებებზე. რატომ არის ეს ასე? საქართველოში არსებობს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილი ძალიან მკაფიო პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ განმარტავს, ანუ არა ორაზროვნად, ისე განმარტავს, რის ინტერპრეტირება შეუძლებელია, რომ მოსამართლე განაჩენში არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ანონიმური წყაროს მიერ მიღებულ ინფორმაციას. ეს არის საქმე, სადაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა ადამიანებს მხოლოდ დეტექტივის მიერ მოტანილი რაღაც ანონიმ კას რო ეძახდნენ ადრე, აი ამის საფუძველზე. ანუ ეს აღარც სჭირდება ამას ბევრი ინტერპრეტაცია, რომ ეს პირდაპირ თუნდაც მხოლოდ ამ გარემოების გამო არის უკანონო. თავი რო დავანებოთ იმას, რომ ხა იქ პროკურატურას აქვს პოზიცია, რომ მაგალითად მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენებაც არის ასევე საქმეში. მიხეილ ბერძენიშვილი საერთოდ ჩვენება არის. ჯერ ერთი ვთქვათ, რომ სამ კაცმა საერთოდ სამჯერ შეცვალა ჩვენება, ჯერ 15 აპრილს მისცა, მერე 8 აგვისტოს მისცა განსხვავებული ჩვენება. 15 აპრილს იძახდა, რომ საერთოდ არის ის და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება თურმე. მკვლელობიდან ერთი თვეა უკვე გასული. და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოსო დამკვეთიო. მერე თურმე 8 აგვისტოს ახსენდება ეგ ყველაფერი, აი TV პირველზე რო სიუჟეტები ნახა გაახსენდა და ამის საფუძველზე ბრალი დასდო ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. და მერე სასამართლოზე რომ მივიდა, იქ კიდე საერთოდ სხვა რაღაცები ილაპარაკა ახალი, ანუ სამჯერ შეცვლილი ჩვენება არის ამ ადამიანის, მაგრამ რაც გინდა იყოს, თუნდაც იყოს ეს აი ვთქვათ, რომ რაღაც ჭეშმარიტებას ლაპარაკობს ეს ადამიანი, ორგანიზების ნაწილში რომ რამეს მიუთითებდეს ბერძენიშვილი, საერთოდ არაფერს არ მან ერთადერთი რაც თქვა, რომ აი წარსულში რაღაც უთანხმოება ჰქონდათო ამ ადამიანებს ერთმანეთთან და ეს რანაირად შეიძლება იყოს დანაშაულის ორგანიზების მტკიცებულება, ეს ხო შეუძლებელია. მაგრამ აი, ნუ ესე გადაწყვიტა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, ადამიანმა, რომელსაც რა ვიცი, ახლა წინა ეთერებში ჩვენ თქვით კიდეს, რომ გქონდა მართლა მცირე იმედი იმისი, რომ ამ ადამიანს შეიძლება პრინციპულობა გამოეჩინა და მიეღო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ აი დღეს საქართველოს სასამართლო პირველი ინსტანცია, ყოველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის ეს თბილისის საქალაქო სასამართლო და კონკრეტულად ეს მოსამართლე გადაიქცა რაღაც აი კანონიერი ქურდების ნების აღმსრულებლად და
კრიმინალური დაჯგუფებების ხელის ბიჭად და თუ მას გონია რომ ისე გაატარებს მთელ ცხოვრებას რომ ამლაქას ჩამოირეცხავს ნამდვილად ასე არ იქნება ნამდვილად პირობა შემიძლია მივცეთ მეც და კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ეყოლება ასე რა თქმა უნდა გამწარებული ეს არის აი ჩვეულებრივი კრიმინალური ავტორიტეტების დაკვეთის აღმსრულებელი მოსამართლე რო ქვია უბრალოდ რომ დაარქვეს მოსამართლე და ძალიან სამწუხარო არის რომ საქართველოს უბრუნდება იმ ნიშნულს რა ნიშნულით ჩვენ გადავლახეთ 90-იან წლებში როცა პირდაპირ კანონიერი ქურდი მართავდა ქვეყანას და თუ აქ ვაბრუნებთ სახელმწიფოს ნუ ეს უკვე ამაზე ქართულ საზოგადოებას ალბათ უნდა კონდეს თავისი რეაქცია ბატონო მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას პირველში მოგესალმებით მე მესალმები ჩვენს მაყურებელს ყველაზე დიდი პრობლემა რასაც მე ვხედავ ამ საქმის შენ რაზეც უკვე ისაუბრე და რაც თქვი ჯერ ეს ერთი რომ არსებობს მხოლოდ ორი ასე ვთქვათ, ბჭყალებში მტკიცებულება, რაზე დაყრდნობითა ჯერ ეს ერთი პროკურატურამ აღძრა საქმე და მეორე ერთი ბატონმა რომეომ ტყეშელაშვილმა გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და თან ესეთი უმძიმესი და უმკაცრესი განაჩენი, ხო? ერთი ეს არის პატაკი გამომძიებელ გოგიაშვილის და მეორე ბერძენიშვილის ჩენება. პატაკს რაც შეეხება, მოდი ცოტა უფრო დეტალებში რომ შევიდეთ, ეს როგორი პატაკია, ხო? ანუ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ თავად ეს გოგიაშვილი პატივცემული გოგიაშვილი შეესწრო რაღაცა ან თვითონ გაიგონა ან რაღაც რაც პატაკში წერია ხო რაც მე თვითონ სასამართლოზე დაადასტურა რომ ის არ არის დარწმუნებული აი ამ ანონიმური შეტყობინების უტყუარობაში ანუ მან არ იცის ეს რეალურია თუ არაო მან სასამართლოში თქვა რომ უბრალოდ მას ეს ინფორმაცია ვიღაცა ანონიმურმა წყარო მიაწოდა და მან ეს ინფორმაცია ასახა პატაკში ანუ თვითონ პატაკის ავტორიც კი არ არის დარწმუნებული ამ ინფორმაციის ინამდვილეში ეს სასამართლოზე მან თვითონვე თვითონ მოიცნა პასუხისმგებლობა ყოველ შემთხვევაში მე კი არ დამინახე კაცო მითხრეს რომ ესე იყო. ეს ერთი და მეორე რაც ბერძენიშვილზე რაც ახსენე ხო ჯერ ეს ერთი ხო ეხა ახლობელია ოჯახის და პირველ რიგში რაც ეხა მე ჩემი ესეთი არც თუ ისე საფუძვლიანი ცოდვით იურისპრუდენციაში გასაგებია რომ ის მას აქვს რაღაცა კონკრეტული ინტერესი და ის არ არის ობიექტური მოწმე ამ შემთხვევაში მაგრამ აი ეს ადამიანიც კი რამდენჯერმე ცვლის თავის ჩვენებას და ყველა საინტერესო ის არის რომ ესეთი უახლოესი ადამიანი ამ გარდაცვლილის ბატონ ლევან ჯანგველაძის ხო უახლოესი ადამიანი თურმე ამ ადამიანს 2 თვის მერე თუ 3 თვის მერე თუ 4 თვის მერე ტელევიზიაზე და სხვა ტელეკომპანიებში გასული სიუჟეტით იხსენებს რომ თურმე რაც გარდაცვლილის და ძმებ დავით და გიორგი მიქაძევის ბატონ ოთარ ფარცხალაძეს და სხვაებს კიდევ ვინც არიან ამ საქმეში თურმე ქონდა დაპირისპირება და შესაძლოა ეს ყოფილიყო აი ამ დაუშვათ მკვლობის მიზეზი ანუ იქ კი არა მაშინვე კი არა ანუ ეს ამ დაპირისპირების და ამ ტრობის არსებობის შესახებ ახსენდება სხვადასხვა ტელეკომპანიის სიუჟეტებში გასული სიუჟეტებიდან გამომდინარე ეს ხო ცოტა ისეთი არა აი გასაგებია რომ აქ უკვე რაღაცა ინტერესები იკვეთება ყველა მნიშვნელოვანი არის მოდი აი ეს თარიღებიც რო უბრალოდ დავაზუსტოთ და იცოდეს მაყურებელმაც აი ეს ორივე მტკიცებულება როგორც გოგიაშვილის პატაკი ჩდება აგვისტოს თვეში ჩდება აგვისტოს თვეში 5 რიცხვში 5 აგვისტოს ჩდება აი ამ გოგიაშვილის ანონიმური პატაკი 8 აგვისტოს აძლევს ეგრევე ჩვენებას ბერძენიშვილი მაშინვე და უკვე 12 აგვისტოს აკავებენ ადამიანს ანუ 4 დღეში გამოუძიებიათ ესეთი ურთულესი საქმე ერთი რაც არის რაც ცალსახარი უკვე და გასაგებია რომ ქართული სასამართლოს სთან დაკავშირებით აქამდეც არსებობდა კითხვები და ძალიან საფუძვლიანი კითხვები არსებობდა და მათ შორის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებითაც არსებობდა ის კითხვები რომ ჩვენ გვსმენია ჩვენ არაერთი საქმე რომელიც მაინც და მაინც დიდი ესე იგი ამ სამართლიანობის პრინციპის დაცვით ვერ დაიქენჯნის ხო მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს რაც ჩვენ ახეთ რაც საზოგადოებამაც ნახა პრინციპში და იმ ჟურნალისტებმა ვინც ამ საქმეს აშუქებდა ეხა სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ვინც ამას აშუქებენ ძალიან კარგად იციან თუ სინამდვილეში რა აბსურდთან გვაქვს რეალურად საქმე ხო ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ აი რაც შენ თქვი რომ აქ ჩვენ რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში მე გამიჩნდა განცდა რომ სახელმწიფო რაღაცნაირად თლიანად მთელი თავისი ყველა შტოთი დაწყებული აღმასრულებელი ხელისუფლებით და დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებით რაღაცნაირად ესე ერთნაირად იყო მომართული სასურველი განაჩენის მიღებისკენ ანუ მათი мотиваცია ან მათი ქმედების მიზანი ის კი არ იყო რომ ამ საქმეში რეალური დამნაშავეები გამოვლენილი
იყვნენ რეალური დამნაშავეები, დაჟილი იყვნენ და ასე შემდეგ. თითქოს აქ არსებობდა გარკვეული ინტერესი, ქონდა ვიღაცას ან აქვს დღემდე და ალბათ აქვს დღემდე ეს ინტერესი, რომ კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც მიეცენ ამ საქმეში უკვე პასუხისგებაში და დადგა განაჩენი მათ წინააღმდეგ, ეს ადამიანები ყოფილიყვნენ დაჟილები, უბრალოდ იცი რა არის, რომ აი შენ აღწენე სააკაშვილის რეჟიმის პირობები და ერთი რაღაც არის ძალიან მე უშუალოდ მაშინ ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ მქონდა ესეთი შეხება და ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს და შეხება გაქვს იმ რეჟიმთან ბრძოლის და მეტი ასე ვთქვათ მაგალითები შეგიძლია გაიხსენო თუ როგორ უსამართლოდ ჯიდა მაშინდელი რეჟიმი და მაშინდელი სასამართლო ადამიანებს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასოციაცია რაც მაქვს იმ პერიოდთან ერთი ის იყო რომ ის რეჟიმი გასაგებია რომ ეს ხდებოდა ყოველგვარ ამაზრზენი მეთოდებით და ამაზრზენი საშუალებებით და ყველანაირი კანონისა და რაღაცა ზნეობისა და მორალის ფარგლებს მიღმა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმი ახერხებდა თუნდაც ყალბი მტკიცებულებების წარმოქმნას, ანუ ან იარაღს ჩაუდებდა ადამიანს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს და იარაღს ამოიღებდა და ან ამის ვიდეო მტკიცებულება ჰქონდა, ან ნარკოტიკს ჩაუდებდა, ან ვიღაცას მოიყვანდა და ძალით დააწერინებდა, მაგრამ დააწერინებდა. აღიარებინებდა საკუთარ ესა ვითომ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ესე რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყოს, ის რომ საქმეში მხოლოდ ერთი პოლიციელის გაუმძიებლის პატაკი იყოს, რომელიც თავადვე ამბობს ეს გაუმძიებელი იქვე მოსამართლე წინ, ბატონ რომეო ტყეშელაშვილი წინ ამბობს, რომ მე არ ვიცი ეს რეალურია თუ არა, მე ის დავწერე აქ რაც მე მითხრესო, აი ამ ვითომ მტკიცებულებებზე დაფუძნებით ადამიანებს უადო პატიმრობა მიუსაჯო, ეს არის, არ ვიცი, მე წარმოუდგენელ რაღაცა. გეთანხმებით, ოდნე, აბსოლუტურად. ეს კიდე ახალი ეტაპია. მე ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ აი თუ არსებობდა კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიზახე ეს ლეგიტიმური კითხვები იყო, იმიტომ რომ ის ადამიანები და ესეც ალბათ ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში ჩაიდინა დანაშაული, ხო? ჩაიდინა დანაშაული და დღემდე მოსამართლეები არიან და ძალიან ესეთი გავლენიანი მოსამართლეები არიან დარჩენ ამ სისტემაში და არ დაისაჯენ. ალბათ ეს არის ეს არის მიზეზი იმისა, რომ კიდევ იგივე რომეო ტყეშელაშვილის და მსგავს მოსამართლეებს აქვთ იმის განცდა, რომ მათ შეუძლიათ მსგავსი რაღაც დანაშაული ჩაიდინონ, ადამიანები გაუშვან უადოდ პატიმრობაში და ეს ყველაფერი შერჩე და დარჩენ დაუიჯელები და თუ ჩვენ რაღაცა საუბრობენ აქ ბესმის ჩვენ პოლიტიკოსების გამოსვლები, რომ საუბრობენ რაღაცა ევროპაზე, იქით რუსეთი, აქეთ ევროპა, რაღაც ცივილიზაციური არჩევანი და ამ დროს ხედავთ ქვეყანაში სასამართლოს, რომელსაც სრულიად არაფრის გამო შეუძლია ადამიანები გაწიროს. ხო, აქ მარტო ამ საქმეზე არ არის საუბარი, აქ ჩვენ ხშირად საუბრობდით იმ დღეს ვიდეოც ნახეთ 20 თუ 22 წლის გოგონა უნივერსიტეტიდან როგორ გამოიყვანეს ტროტუარზე დგომის გამო ბორკილები დაადეს და 2 თუ 3 დღით გაუშვეს ციხეში. ხო, ეს არ არის ნორმალური ის მოსამართლე, ვინც ამაზე გაჩინება გადო, რომ 20 წლის გოგო თუ 22-ის, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელიწად უნივერსიტეტიდან გამოიყვანეთ და კაპეზეში, ეგრეთ წოდებულ კაპეზეში ჩასვითო, ვინც ამაზე ხელი მოწერა. ის არანაკლებ დამნაშავეა, ხო? ეს რო დავამთავრო აზრის თქმა მინდა, იცი რომ კიდე უფრო ახალი ფურცელია და სამწუხაროდ ესეთი სამარცხვინო ფურცელია ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ზოგადად რაც ხდება დღეს სასამართლოებში და ის მოსამართლეები, ვინც დღეს სასამართლო სისტემას წარმოადგენენ, არ ვიცი, არ ცხვენენ ალბათ იმ რაღაცა სამართლიანობის ყველა პრინციპს და იმ ფიცს, რომელიც მათ მისცეს კონსტიტუციის წინაშე და მისცეს ქართულ ხალხს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ რაღაცა საკუთარი წმენითა და მორალიდან გამომდინარე, ხო? ამ შეგონების მათთვის კითხვა არის ალბათ მგლისთავზე სახარების კითხვა, იმიტომ რომ მათ ეს ძალიან კარგად ესმის. სინამდვილეში მინდა დაგეთანხმო პირველ რიგში იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მე პირადად ვიყავი, კახა კუკავა ჩვენი მეგობარი იყო ინიციატორი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფისა, ჰელსინკის ჯგუფი ერქვა ამ ჯგუფს, სადაც იკრიბებოდნენ იმ პერიოდისთვის ძალიან ავტორიტეტული იურისტები და განიხილავდნენ სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციით ჩადენილ დანაშაულებს პასუხისგებაში მიცემულ პირთა საქმეებს. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი იურიდიული ფაკულტეტის და მონაწილეობდი, ასე ვთქვათ, ამ ჯგუფში, ჩემთვისაც ეს ძალიან დიდი პრაქტიკა იყო, როგორც იურისტისთვის. ფაქტიურად ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ძალიან დიდმა ნაწილმა, ვინც ამ სიაში იყო, ჩვენ სიაში შეტანილი, შემდეგ დატოვა საბატიმროები პოლიტპატიმრების სტატუსით, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება,
მაგრამ რა მინდა ვთქვა, აი, ფაქტიურად ყველა ეს საქმე გაიარა ჩემს ხელში იმ კუთხით, რომ გაცნობილი ვიყავი თითქმის ყველა საქმეს. ნამდვილად ასე იყო, ნაციონალური მოძრაობის დროს უამრავი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იხდიდა სასჯელს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ახერხებდა იმას, რომ რაღაცა სტანდარტის მტკიცებულებები გაყალბებული, შეთითხნილი არა აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცა სტანდარტის მტკიცებულება საქმეში ჩაედო. ანუ უკეთ შეეკერა საქმე, ამას ვიძახი. თეთრი ძაფით შეეკერა, მაგრამ შეეკერა მაინც საქმე და რაღაცა მტკიცებულება საქმეში ქონოდა ჩადებული. აი, ესე რაც ეხა გააკეთა რომეო ტყეშელაშვილმა, რომ საერთოდ მტკიცებულება არ არის და უბრალოდ აი კანონიერმა ქურდმა დაგავალა და იმიტომ იღებ გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება მე მართლა არ მახსენდება მიხეილ სააკაშვილის დროს და ეს არის სირცხვილი საქართველოს არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მოსამართლის, მთელი მართლმსაჯულების და საერთოდ საქართველოს სახელმწიფოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებიან პირები, რომლებსაც აი სახელმწიფოებრივი მიდრეკილებები კი არა აქვს, რაღაც კრიმინალური ავტორიტეტების რომანტიზმი უფრო არის მათთვის მიდრეკილება, აი ეს არის ამ შემთხვევაში სახიფათო. არ შეიძლება ქვეყნის ესე მართვა. ეს არის ყველაზე აი როდესაც ჩვენ საუბრობთ დავუშვათ წინა რეჟიმზე, დავუშვათ სააკაშვილის რეჟიმზე და იმაზე თუ რამ გამოიწვია იმ რეჟიმის ცვლილება, ხო? გასაგებია რომ იქ იყო მთელი რიგი ფაქტორები, იყო საგარეო აქტორები, იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც მაშინ პოლიტიკაში შემოbrunდა, მაგრამ ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც არსებობდა და რამაც გამოიწვია მაშინ რეჟიმის ცვლილება, იყო ის, რომ რეჟიმმა მოახერხა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, ძალიან ბევრი ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა და სიცოცხლე დაუნგრია და უსამართლოდ მოექცა, ხო? ანუ ეს უკმაყოფილება საზოგადოებაში იმდენად იყო დაგროვილი, რომ ეხლა გასაგებია, რომ იქ ბიძინა ივანიშვილს თავისი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ იქ ქვევით ოჯახებში რომ დადიოდნენ, მაშინ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გვერდიდან ხარ იბრძოდნენ და რა ვიცი, სიკვდილზე მიდიოდნენ. ეხლა ბიძინა ივანიშვილი ალბათ ყველაზე მეტად იყო დაცული იმათ შორის, ვინც მაშინ ქუჩა დარბოდა და ხან იმის კუდის მანქანა ხვდებოდა, ხან სოდის მანქანა ხვდებოდა, ხან ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ, ხან დაჭერით ემუქრებოდნენ და რა ვიცი, რამდენი რამ გადაიტანეს, მაგრამ გადაიტანეს იმის გამო, რომ უკვე იმ მდგომარეობამდე იყო რეჟიმი მისული, სააკაშვილის რეჟიმი, რომ მისი ატანა ქართლს აღარ შეეძლო და ეხლა რაც ხდება გულისხმობ მთლიანად იმ პროცესს, რაც თუნდაც იმ რაღაცა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პროცესს, რა პროცესიც ქვეყანაში მიდის და იგივე აი ამ ახალგაზრდების დაკავებებს რაღაცა უაზრო და გამოგონილი რაღაცა კანონით, რომ თურმე ტროტუარზე პროტესტი არ შეიძლება, იმის გამო რომ მოქალაქეს უშლი ხელს, ანუ ესე იგი გზის გადაკეტვა არ შეიძლება, ტროტუარზე დგომა არ შეიძლება და პროტესტის გამოთქვა თუ მინდა, ეს ან ხეზე უნდა ავიდე, ან რაღაცა ოთახიდან უნდა ვიყვირო, ესე იგი, ხო რა გამოდის, ხო? ხო და ამას ასე როდესაც იქცევი, აქ უყურე ისეთ მამინდა რომ აქ პიროვნულ აუტანლობაზე ხარ იყო, ეს პიროვნულ აუტანლობად იქცა მე, რომ სააკაშვილი ძალიან ზიზღად იქცა, მაგრამ ეს ამასე დაიწყო და დაგროვდა და ისე ნუიზამს ამას იმიტომ ვამბობ, რომ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაცა შეიძლება შემოbrunდების წერტილი კონდეს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ისე ნუიზამს, რომ როგორც სააკაშვილის რეჟიმმა დაამთავრა, იმიტომ რომ აქ პიროვნულ ზიზღამდე მივა, როგორც სააკაშვილის გაჩნდა ეს ზიზღი, ისე გაჩნდება ნებისმიერ კობახიძე იქნება ეს თუ ნებისმიერი სააკაშვილის რეჟიმი რეალურად დაამთავრა ზუსტად იმან, რომ საქართველოში დაგროვდა კრიტიკული რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩათვალეს, რომ აი სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე მე პირადად არაფერი მეშველება, ჩემ ოჯახს არაფერი ეშველება, იმიტომ რომ გადაკიდებულია, აი შეუძლია ძალა აქ და ძალა აღმართ ხნავს, აი ამ პრინციპით მოქმედებს ეს ადამიანი და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, დარწმუნდა იმაში, რომ სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე მე არაფერი მეშველება. დღეს ეს ხელისუფლება მიდის ზუსტად იმ გზით, რომ აი ესეთი ადამიანების რიცხვი ქვეყანაში ძალიან დიდ კრიტიკულად გაზრდილია უკვე ამ ადმინისტრაციის პირობებში. შენ თქვი რომ მე მაქო იმედი, ანუ შეიძლება დავიტოვოთო იმედი იმისი, რომ რაღაც შემოbrunების წერტილს ეს ხელისუფლება. მათთვის რო იქნება ეს ასე. მე პირადად დავკარგე აი სიმართლეს ვიტყვი, გულწრფელად დავკარგე ეს იმედი, რომ ესენი ისეთი აი ჟარგონზე ვიტყვი, ისე რაზგონით მიდიან, შანსი არ არის ამათ აღარა აქვთ უკვე ეგ ტორმუზი, რომ გაჩერდნენ და მიხვდნენ ამ ადმინისტრაციაზე მაქვს ლაპარაკი, კობახიძის ადმინისტრაციაზე და მდინარაძის ადმინისტრაციაზე მაქვს ლაპარაკი. ამათი შემოbrunების იმედი მე პირადად დაკარგული მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უკვე ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც
თავის დროზე აქეთ მხარეს იდგა ერთ ფლანგს წარმოადგენთ და ასე არასდროს ყოფილვართ ნაცები და მაგას მაინც ვერავინ რომ ვერ დაგვაბრალებს, აი ასეთი ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობაში უკვე არის ეს განცდა, რომ არა ამათგან უკვე არაფერი აღარ გამოვა და საჭირო არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. და მათ ზევითაც დგანან კიდევ ვიღაცები, ვინც ვიცით და თუ მათ ტვინში მაინც მოხდება ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფრის გადაფორმატირება და ამ ყველაფერს დაინახავენ, ეს იქნება ამ შემთხვევაში გამოსავალი. აი შენ ახსენე რომ მხოლოდ ეს საქმე არ არის, ხო, ამ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულებისთვის ლაქა და მართლაც ეხა ბოლო დღეებში, რასაც ჩვენ ხედავთ და ალბათ მნიშვნელოვანი ამ ყველაფერსაც შევეხოთ, ჩემი აზრით ეს პერიოდი, ეს კვირა საერთოდ რაც ვნახეთ, უნდა შეფასდეს როგორც რეპრესიების ახალი ტალღა, რაც დაიწყო ქართული ოცნების აი ამ კოორდინატორებად რო დაინიშნენ იმ ხალხმა, იყო ჩვენს საქმეზეც აი ესეთი დაუსაბუთებელი კი არა, არ პირდაპირ უკანონო, არაადამიანური განაჩენი რაც გამოვიდა. მერე ჩვენ ვნახეთ მაგალითად სპეცრაზმელების დაკავება, რაზეც ასევე მინდა გავაკეთო კომენტარი, ვნახეთ აი საშინელი კადრები, როდესაც უნივერსიტეტის ეზოში აკავებენ სტუდენტებს, თან აი დამამცირებელი ფორმით ზურგს უკან რო უკრავს, ჯერ ასაჭიროება არსებობს მაგისირე გარბისადმი სტუდენტი, რამე საფრთხეს წარმოადგენს პოლიციისთვის 50 პოლიციელი რომ მიდის ერთი გოგონას დასაჭერად და ხელებს უკრავენ ზურგს უკან, არ ვიცი რის მიღწევა უნდა ამითი ქართულ ოცნებას და ვის თავში იხარშება რომ აი ხო აზიზღებ ამითი მთელ სტუდენტობას აზიზღებ თავს. ეხლა მე მიშას დროს მართლა არ უკნია მიშას რომ სტუდენტები უნივერსიტეტში დავეჭირეთ, ხო? გვიჭერდნენ კი არა, ცემაში კლავდნენ, კაცო, იმას კი არ ვამბობ, რომ იმ დროს არ ხდებოდა, იმ დროს აშინელებები ხდებოდა. 15 ივნისს მაგალითად, აი ჩვენ მერაბი როცა იყო დაჭერილი, ეგ მოხდა 200 სტუდენტი ცემით მოკლეს პირდაპირ, ოღონდ ეს ხდებოდა კაბეძეს ეზოში, ეს ყველაფერი სამართლოს ეზოში და არა უნივერსიტეტებთან და ჩვენ უყურეთ რას ვამბობთ, აქ ბოდიში გაწყვეტინებ ხარ, ამის მე მესმის რატომაც დაურთე შენ ეს, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო რეჟიმი და ის ჩადიოდა სისასტიკებს. ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ხომ იმისთვის მოხვედი, რომ ეს ყველაფერი უნდა შეგეცვალა და შენც იგივე საკეთებ დღეს, შენც იგივე გზას ადგახარ და ეხა მე სააკაშვილი იმის გამო, გვარის გამო, ან სახელის გამო, ან ვიზუალის გამო კი არ გძულს ან არ მომწონს, ხო? ის მომწონს იმის გამო, რასაც აკეთებ და შენც თუ იგივეს კეთებას იწყებ, ისევე უსამართლოდ ეკცევი საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ სტუდენტებს, საკუთარ საპროტესტო აქციების დროს მქონია პოლიციასთან მიჯაჟგური აქეთაც მომხვედრია, იქითაც ჩემი ხელის მომხვედრია ერთი-ორ პოლიციას და იყო ესეთი შემთხვევები, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი პროცესია რა, ისე თქვა და იქით მეც მოვიქნე, აქეთაც მოიქნეს, მომხდა, მაგრამ უყურე შენ როდესაც აი სტუდენტების დასანახად უნივერსიტეტში მიდიხარ, როდესაც ამან სტუდენტი უყურებს იქიდან ან ფანჯრიდან უყურებს, ან გაივლის, ან მეგობარია, ჯგუფელია, კურსელია, ხო რაღაცა და ამ ყველაფერს უყურებ და იმათ დასანახად იქ მიდიხარ, ხო? ჯერ ესეთი რაზე იჭერ, ხო, საერთოდ სიგიჟე მუხლით აკავებ ამ ადამიანს და ამ სტუდენტს რაღაცა უმახინჯებ რა, იმ რაღაცა ფსიქოლოგიურ იმას ხო აყენებ ხარ, როდესაც შენ სახელმწიფო რომელსაც უნდა ისწავლო, რომელსაც უნდა იშრომო და რაღაცას როდესაც ცდილობ რომ განათლება მიიღო რაღაცას როცა ფიქრობ სამომავლოდ, ფიქრობ რომ ამ ქვეყანას უნდა მოახმარო შენი ეგ ენერგია და მოდის სახელმწიფო შენ და აი ამ აბსურდული ბრალდით შენი მეგობრების თვალწინ იქ უნივერსიტეტის კარებთან ხელბორკილებს გადებს 20 წლის გოგონას თუ 25-ის არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება თუ გოგო, ხო? და ასე მიყავხარ წინასწარ დაყობის იზოლატორში, ხო? განსხვავება არაფერი არ არის, ამის თქვა მინდა, ეს განსხვავება თუ გაქრა და ქრება სამწუხაროდ იმ რეჟიმსა და ამ რეჟიმს შორის, ხო? ამ შემთხვევაში არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ როგორც სააკაშვილი შეიძულა ქართულმა ხალხმა, ხო? ისე შეიძულოს დღევანდელი ხელისუფლების მესურვება, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ და ყველაზე მთავარი რაც არის და რაც შეიძლება უცებ ვიტყვი მოკლედ, რომ რაღაცა ავტორიტეტის დაგროვებას, რაღაცა სახელის დაგროვებას, იმას რომ ადამიანებს უყვარდა და პატივის გცემდნენ, ჭირდება წლები. ხო, ეს რაღაცა დიდხანს უნდა აგროვო და სახელის გატეხვას და შეძულება ძალიან მარტივია და ეს დამოკიდებულია ჩვენს ქცევებზე, როგორც სახელის მოხვეჭა და პატივისცემა დამოკიდებულია ჩვენს ქცევებზე და იმაზე თუ როგორ ვიქცევით ჩვენ და რას ვალიჭებს უპირატესობას, ისევე არის დამოკიდებული ეს მეორე ფაქტორი და თუ რამე ავტორიტეტი არსებობდა აი ყველაზე ცუდი რაც არის და ყველაზე სამწუხარო რაც არის აი ამ 14 თუ რამდენი ხანია 14 წლის განმავლობაში არსებობდა ქართული ოცნებისადმი მათი ლიდერებისადმი
ეს ნაგროვები ავტორიტეტი აი ამ ადმინისტრაციამ პირდაპირ შეიძლება ითქვას. კობახიძემ გაანიავა. აი 2 წელიწადში ნულამდე დაიყვანა. კი ბატონო, კი. ეს ხელისუფლება იქცა რაღაცა ასე ვთქვათ სტრუქტურად, რომელიც საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ მოქალაქეებს ჯის უკანონოდ ხშირ შემთხვევაში, ნუ არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როცა ვიღაცა დასაჯელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკანონოდ ჯის და მეორე ერთი დასცინის, როდესაც დაუშვით აი ნახეთ ფასების კომისია და ასე შემდეგ, ხო ის მთელი ეს თავისი რაღაცა ეკონომიკური ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ კარტი რა იყო, ხო? აი როდესაც უპირისპირდებოდა ნაციონალურ მოძრაობაზე ყველა არჩევნებს რო უგებდა, რა იყო ამ შემთხვევაში რომ და ხალხში რა განწყობა იყო რომ ნუ კაი ესენი არ ძალადობენ მაინც ესენი რა ხალხს მაინც არ კლავენ ესენი იმას მაინც არ აკეთებენ რომ ქუჩაში გასვლა არ გვეშინია და იმას მაინც არ აკეთებენ რომ პროტესტის გამოთქმა არ გვეშინია ადამიანს აი ეს გაანიავა ერთ წელიწადში კობახიძის ადმინისტრაციამ როდესაც ის მოვიდა ანუ მთელი ის 13 წლიანი შრომა რაც მანამდე წინა ადმინისტრაციებმა ჩადეს რომ ეს რეპუტაცია შექმნილიყო რომ ესენი ჰუმანურები არიან ჰუმანური მთავრობა ჰუმანური ხელისუფლება ადამიანის ესმის ტყუილა არავის დაჟის აი გაანიავა ერთ წელიწადში და მე რა მიკვირს იცი რა მინდა ვთქვა რომ სააკაშვილზე ვთქვით რომ აი უნივერსიტეტებში მაინც არ გვივარდებოდა პოლიცია დასაპატიმრებლად ის იმიტომ კი არ აკეთებდა ამას რომ რაღაც ჰუმანური იყო სააკაშვილი უფრო მეტად ვიდრე ესენი არიან ესე კი არ უნდა გაიგოს ეს ვინ სააკაშვილს იმდენი მაინც ესმოდა რომ ამას რო გააკეთებდა მთელ სტუდენტობას აზიზღებს საკუთარ თავს ხო აი ეს ესმოდა და სააკაშვილი ცდილობდა რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდებში პოპულარობა მოეპოვებინა იქ სტუდენტურ რაღაცებს ქმნიდა თვითმმართველობებში თავის ხალხი ყავდა რა თქმა უნდა ასე შემდეგ და ამის მიუხედავად სტუდენტების დიდი ნაწილი ვიყავით მის წინააღმდეგ და 7 ნოემბერს მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც აი უზარმაზარი მსვლელობა გავაკეთეთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან სტუდენტებმა, მაგრამ ის ცდილობდა რომ მოქცეულიყო ისე რომ ახალგაზრდებისთვის თავი არ შეეზიზღებინა. აი კობახიძე მე არ მესმის უბრალოდ თვითონ იყო ლექტორი. სხვა შორის უნივერსიტეტში ასწავლიდა, როდესაც მეც ვსწავლობდი, ხო, იმ პერიოდში კონსტიტუციონალიზმს გვიკითხავდა. თვითონ იყო ლექტორი, თვითონ აქვს სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება მრავალწლიანი. თვითონ არ ესმის ეხლა რას აკეთებს, რომ სტუდენტს რო დააკავებ უნივერსიტეტის ეზოში, რომ მთელ უნივერსიტეტს ეზიზღები და შეუძლებელია რომ მე შენი სახელის ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია მოახდინო. დავიჯერო არ ესმის ეს ყველაფერი, ხო გამორიცხულია ეს არ ესმოდეს, მაგრამ არ ვიცი ესე მიზან მიმართულად აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რომ საკუთარ თავსაც აზიზღებენ და რაც მთავარია, რაც შენ თქვი, რომ ეხა რაც იყო აი წინა ადმინისტრაციების დამსახურება და რეპუტაციული ასე ვთქვათ, უპირატესობა, მორალური უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით, ამასაც ანიავებენ ერთი ხელის მოსმით. პირდაპირ შეიძლება ითქვას, უყურე მე რაც როგორ შევაჯამოთ, შენი ნათქვამი ჩემს გადმოსახედიდან. უყურე არც კობახიძეს არც სხვებს იქ ძალიან ბევრს არიან ზოგიერთი ვინც დღეს არის დარჩენილი ქართულ ოცნებაში ვისაც აქვს ეს ავტორიტეტი და ხალხის პატივისცემა მაგრამ არც კობახიძეს არც დინარაძეს არც სხვებს იქ ვიღაცები ვინც ახლები გამოჩნდნენ საიდანღაც უცებ ხო პიროვნული ავტორიტეტი აქამდე არც ქონიათ ხო ისინი საკუთარ პიროვნულ ავტორიტეტს კი არ ანიავებენ ახლა იმით რასაც ისინი აკეთებენ ხო ისინი ანიავებენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და იმ პიროვნულ ავტორიტეტს რაც ამ კაცმა დააგროვა ქართულ ხალხთან ერთად ბრძოლით 2012 წელს მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ამ ქვეყანას მოშორდა ხო აი ამას ანიავებენ მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცი აქ არც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის განიავება არის ჩემთვის მაინც და მაინც ისა ხო ანუ თავის თავს თვითონ მიხედოს კაცო ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არის ბევრად ხო მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის რომ ამ პროცესში ქვეყანა ზიანდება და ქართული სახელმწიფო ზიანდება. მთელი რიგი პროცესები რო შევაჯამოთ და მე მგონი უნდა გადავიდეთ უკვე იმ საკითხზე. აი რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში დღეს, როგორ იცვალა სახე და ფერი ქართულმა ოცნებამ და როგორ გახდა უცებ ეს რაღაცა იმასთან მებრძოლი დევგმირი და როგორ იქცა ფინიად რომელიც რაღაცა ამერიკელების თუ უკრაინელების კარზე ლაქუცობს და ცდილობს რომ ისე მათთან დააგდეს აი ამას ხედავდა ესეც ამ ხალხის დამსახურება მე საერთოდ ამ ყველაფერს როცა უყურებდი ერთი კითხვა გამიჩნდა რომ აი არაერთხელ გვიხსენებია ჩვენს და ეს სხვათა შორის ეხლა ვისაც ვახსენებ ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ აი ამ უსამართლობის ერთ-ერთი სახეა და ერთ-ერთი პირველი მაგალითია რაც ამ ქვეყანაში დაიწყო როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად უსამართლოდ რაღაცა აბსურდული ბრალით რომლითაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი არ დარჩება საქართველოს მთავრობაში და საქართველოს პარლამენტში ალბათ 2-3 ადამიანი თუ დარჩება ვისაც ამ მუხლით რაც რა მუხლითაც ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია
ამ უხლით ვისი ციხეში გაშვებაც არ შეიძლება. ყველას ბიზნესებია, ყველამ ვიცით ახლა კაცო ეგ ბერეკაშვილი ფასების კომისიის ის რო იყო, რა ქვია, ხელმძღვანელი რო არის 5 მილიონი აქ წელიწადში შემოს საიდან აქვს ბიზნესი თუ არა 5 მილიონი რას აკეთებს ასეც რომ 5 მილიონს იღებს ანაზღაურებად. ლექციების უფლება აქვს მაგათ და ეთყობა 5 მილიონს ისეთ რაღაცებს ისეთ სიუჟეტებს აქვეყნებდა ტელევიზიაში. ხო, ნახეთ ახლა მაგისი ის ხო და უყურე რა არის რომ სიბრძნე. რისი თქმა მინდა რომ აი ღარიბაშვილიდან დაიწყო ეს ყველაფერი და საბოლოოდ ეგეთი აზრი დავებადა რომ ბიჭო რისთვის გაწერა ამ ხალხმა ეს ღარიბაშვილი იმისთვის რომ მე ზელენსკისთან ილაქუცონ და დასავლეთ ხეახლა დავდე მაგისტვის ზუსტად მაგისტვის მე მგონი ცოტნე სწორი ხარ უნდა ეს თემა აუცილებლად მიმოვიხილოთ რამდენი ხანია ქართულ საზოგადოებას აღარ გაუგონია ჩვენი ძვირფასი მთავრობის მეთაურებისგან სიტყვა deep state Deep State-ის სიტყვა რომელიც ქონდა აი ყურები გამოჭედილი ამ სიტყვით რომ Deep State-ი გვებრძვის, Deep State-ი უნდა დამარცხდეს, აი ტრამპ შევხედოთ აბა Deep State-ს დაამარცხებს თუ არ დაამარცხებს და პირდაპირ შიგ Deep State-ში აღმოჩნდა კობახიძე რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერევანში სადაც იყვნენ შეკრებილი ყველა ვინც მაგალითად უპირისპირდება ვინც არის უკრაინის მოკავშირე და პირდაპირ ანტირუსულ ტალღაზე არის ყველა აღმოჩნდა იქ და კობახიძეც იყო მათ შორის და რაც კიდევ უფრო მეტად ტრაგიკულია ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ძალიან გულთბილი საუბარი და მეგობრული საუბარი ქონდა ვლადიმერ ზელენსკისთან იქამდეც კი მივიდა საქმე რომ კობახიძე საზოგადოებას არწმუნებდა რომ მეო კაცო როდის მithქვამსო ზელენსკიზე რამე ცუდიო არ ვიცი აი რა მართლა სასაცილოა ტრაგიკული რო არ იყოს ეს ყველაფერი იმიტომ რომ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი კაცო კობახიძეს რა უთქვამს რა არ უთქვამს ჩვენ მგონი ვართ ყველანი დებილები ამათ მართლა გეუბნები ჩვენ მგონი ვართ ეს მეხსიერების მქონე ვართ ხო აი ქართული საზოგადოება გონიათ უთავმოყვარეო რაღაცა მასა რომელსაც რასაც გინდა იმას გადაუგდებ და შეჭამს და ხმას არ ამოიღებს აი ეს არის ხო ეხლა კობახიძე რო გვეტყვის რომ ზელენსკიზეო მე ცუდი არაფერი არ მithქვიაო მაგით მოიგეს არჩევნები 2024 წელი და მაგაში დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ ხარი რომ აი იმადგან გამიჯვნა მათ შორის ჩვენზე მათ შორის ქართული საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ რომ ეგ იყო მთავარი მიზეზი რომ უნდა აი ეს რაღაცა პროუკრაინული სიგიჟეები და პროდასავლური სიგიჟე დაამთავრდა საქართველოში და დაიწყოთ ნორმალური საგარეო პოლიტიკა დაიწყოს ამ ქვეყანამ ეგ იყო მთავარი ხაზი მაგაში გვარწმუნებდა ბიძინა ივანიშვილიც როცა გამოდიოდა იმ წინა საარჩევნო და დაპირებებს აძლევდა საზოგადოებას მაგ ტალღაზე მოვიდნენ და ეხლა დღეს გეუბნები მეო ეგეთი არაფერი არ მithქვიო კობახიძე ერთი მთავარი კითხვა ისმება რა აი ხო გვახსოვს ყველამ კარგად აი შენ რაც ჩამოთვალე და ერთი რაღაცა აკლდა უბრალოდ ერთი რაღაცა გამოგჩა ეს იყო ომის თემა მეორე ფრონტის თემა ხო აი როგორც ჩვენ გვახსოვს უკრაინის რაღაცა მაღალჩილოსნები ესეთ მაღალ თანამდებობის პირები, რომლებიც გამოდიოდნენ პირდაპირ ეთერებში, ჩვენ გვახსოვს ზელენსკი, რომელიც აქ თბილისში რო აგენტურა აქციას მართავდა ომში ჩართვის მოთხოვნით და თვითმფრინავების გაგზავნით მოთხოვნით და ის ლომჯარია რო ყვირო და ბომბები უნდა გვეცემოდეს თავზე თორე ჩვენია, ხო? იმ აქციას ერთვებოდა იქიდან ეს ზელენსკი გვახსოვს. ჩვენ გვახსოვს გონჩარენკოები და სხვები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გასეირნებისკენ, თურმე დრო უნდა ვიხელთოთ ახლა და რუსეთი წინააღმდეგობას ვერ გაწევდა. ჩვენ გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩი, ევროკავშირის ელჩი, რომელიც ისევ ირაკლი ღარიბაშვილის მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდა და მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას და თურმე ჩვენ რამდენიმე დღეს გავძლებდით და ეს არაფერს დიდ დანაკარგს არ მოუტანდა ქართულ სახელმწიფოს, ხო? და ერთი კითხვა მაქვს, ხო? და ამას დაუპირისპირდა მაშინ ღარიბაშვილის ადმინისტრაცია, ის ადამიანები, ვინც მას გვერდით ყავდა და რომლებიც რომელთა უმეტესობას დღეს ამ პოლიტიკური დეუნის მშობლია, პირდაპირ შეგიძლიათ ან ციხეშია, ან გაქცეულია აქედან და იქიდან ცდილობს თავის სიმართლეს და დამტკიცებას, სადაც არის, ხო? ეს ამ ყველაფერს დაუპირისპირდა ღარიბაშვილი, რომელიც თვითონაც ციხეში იმყოფება დღეს, ხო? და ამას დაუჭირა ქართულმა საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი, მათ შორის ვიყავით ჩვენც და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის და ზოგადად ქართული ერის გადარჩენისთვის. მე ხა ერთი კითხვა მაქვს. იგივე ირაკლი კობახიძესთან, რომელიც დღეს წარმოადგენს მმართველი გუნდის პრემიერ-მინისტრს, ხო? აი ზელენსკი ეხლა ან აი რაღაცა იმის საღდეპის თანაშემწის მოადგილის დაქალის რაღაცა რო იყო ჩამოსული აქ ის ხო ის ამერიკელები ან იგივე ის ჰერჩინსკი და ევროპელები დღეს მეორე ფრონტის გახსნას აღარ ითხოვენ
ანუ დღეს საქართველოს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ხო ხედავთ, ხა იქ უკრაინაში ომის დეესკალაციის არანაირი ნიშანწარი არ ჩანს. პირიქით, იქ ხა შეიძლება ისეთები მოხდეს, რომ კიდევ უფრო მოხდეს ამ ომის გამძაფრება და ახალ ეტაპზე გადასვლა, ხო? და აღარ ითხოვენ ამ ფრონტს. ან ეხლა რომ თურმე არაფერი ცუდი არ უთქვამთ ზელენსკიზე და ეხლა რომ ამერიკელებს ხვდებიან და დელეგაციაზე ელოდებიან აქ საქართველოში. კაი დღეს თუ არ ითხოვენ, აი ხვალ რომ მოითხოვონ აი რო გამწვავდეს იქით და კონფრონტაცია გაიზარდოს რაღაცა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ან რა ვიცი ახალი ცესხლის კერა გაჩნდეს რომელიც ჩვენს ირგვლივ არ გვაკლია ისედაც აი ხვალ რომ მოითხოვონ მე რა ვშვებით ხვალ მოითხოვონ კი არა როგორ არის ომს თავიდან სანქციები რომ მოითხოვონ ამათი ხო იყო არგუმენტი ის რომ აი ჩვენ იმიტომ გჯიან რომ მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდით და უпроსორეთ სანქციებს საერთაშორისო სანქციებს კი შეუერთდით პერსონალური სანქციები ეროვნულ დონეზე სანქციები არ დავაწესეთო რუსეთის მიერ და ზელენსკი იგივე იმ ერევანში როდესაც გულთბილად ეხუტებოდა კობახიძე მისი გამოსვლა ვინც მოისმინა ეს იყო მისი მთავარი სათქმელი რომ ჩვენი მეგობარი არის მხოლოდ ის ვინც დაუწესებს რუსეთს სანქციებს და რას აპირებენ ესენი აპირებენ რომ აი ჩვენ ხო გვესმოდა ეს არგუმენტი რომ რუსეთზე სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკის ჩამოშლას და ნამდვილად ასე არის და ჩვენს ენერგეტიკულ კოლაფსს და სხვა კიდე ბევრი მსგავსი არგუმენტი რას აპირებენ ახლა ზელენსკის რო ზელენსკის კარზე რო აპირებენ თურმე ისე ურთიერთობების დალაგებას ამის ანაცვლოდ რა უნდა გააკეთოს საქართველოს უნდა დააწესოს სანქციები მაგალითად კაი ფრონტს არ გახსნით მაგრამ სანქციებს შეუერთდება საქართველოს ამაზე კითხვაზე პასუხი ვისი მეტად არ გახსნიან ფრონტს მე მაინტერესებს ერთი ურე მან როგორ დგას მაგრამ რა არის იცი ცოტნე მოდი ვთქვათ რა ეხა მე რასაც უყურებ ამ ხელისუფლების ახალ განცხადებებს და მათი აპოლოგეტების განცხადებებს ამას ჯერათ მაგალითად იმის რომ რუსეთში რაღაცა სერიოზული ხდება დაწებებით არიან დაიშლება რუსეთი კი რუსეთი უნდა დაიშალოს მაგისი მოლოდინი აქვს იმიტომ რომ პუტინს არ აქვს კარგად საქმე პუტინს მე არ ვიცი როგორ აქვს საქმე მაგრამ ჯერ ერთი მოდი ვთქვათ ის რა პუტინს თუ ვინმე შეცulis იქ უნდა შეცვალონ ისეთმა ძალებმა რომლებიც არიან განა ლიბერალები და განა პროდასავლელები და იმას კი არ იძახიან რომ დასავლეთთან დავალაგდო პირიქით პუტინთან ერთადერთი პრეტენზია რაც აქვს დღეს იქაურ პოლიტიკურ ჯგუფებს ყველაზე ისეთ მსხვილი პრეტენზია რაც ისმის რუსულ მედიაში რუსულ პოლიტიკურ წრეებში არის ის რომ ბოლომდე რატო არ ვაუთავებთ უკრაინას ხო რატო ვართ ასე რბილად ანუ იქ თუ მოხდა ცვლილება და მოხდა პუტინის დამხობა რისი მოლოდინიც და იმედიც აქვს ამ შემთხვევაში მათ შორის ქართულ ოცნებას იქ მოვლენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები რომლებსაც ის ბირთვული იარაღები და არეშკინები რო აქვს საწყობში კი აღარ შეინახავენ სად და რა მიმართულებით გაისვრიან აი მე რეკწერია ჯვარი მართლა ოდე ერთი რაღაცა უნდა ითქვას ეხლა ვინც გვისმენს ალბათ ისედაც გასაგებია ეს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის მაგრამ მოდი პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ის რომ აი ამ რამდენიმე გადატრიალების ცელობა რაც იყო ქვეყანაში ომში ჩართვის ცელობა რომელიც იყო ქვეყანაში პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ეს იმიტომ არ გამოუვიდა დასავლეთს საქართველოში რომ ამის აპირისპიროდ აქ მოქმედებდა რუსული ინტერესები და ის რომ დღეს ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ იმის დამსახურებაა რომ რუსეთი არსებობს და რუსეთს აქვს ის ინტერესები რა ინტერესების მას აქვს რუსეთმა არ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებას რუსეთმა შეუშალა ხელი საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების არაერთ ცელობას პირდაპირ შეიძლება ამის ხმა ეს ერთი მეორე რაც უნდა ითქვას ორე როდესაც ჩვენ საუბრობდა მაშინ 2023-2022-2024 წლებში ჯერ კიდევ როდესაც ხელისუფლებაზე იყო არნახული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან როდესაც იყო რამდენიმე გადატრიალების ცელობა როდესაც ადამიანები ქუჩებში გამოდიოდნენ და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ საქართველოს პარლამენტს მთავრობას თუ ასე შემდეგ სახლებს ხო მაშინ ქართულ ოცნებას ჯერ პირველ რიგში რაც ყველაზე დიდი რესურსიც ჰქონდა ეს იყო მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა რაც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს ისეთ რაღაცები ჩადიან ისეთ არნახულ და რაღაცა გამაოგნებელი ნაბიჯებს გამენ ყველა მიმართულებით რომ ეს ნდობა იკარგება ეს ერთი მეორე მაშინ არსებობდა ის ხალხი ის ერთგული ხალხი მათ შორის მთავრობაში რომელიც ყველაფერზე წავიდა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენა და პირველ რიგში გულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და მესამე
ყველამთავარი რაც კიდევ ეხლა აი ახალი ნაბიჯებით რაც კიდევ უფრო აკლდება ქართულ ოცნებას ეს არის რომ აი ის იქ რაც მოხდა აი გასაგებია რომ იქ არავის ცხვირპირში მუშტის და ფეხის მორტმა არავის არ უხარია და არავის არ მოსწონს ეგ გასაგებია მაგრამ ეხლა რაც გუშინ გააკეთეს რომ მთელი პასუხისმგებლობა რამდენიმე სპეცრაზმენს უნდათ იქ აკიდონ და თურმე მათი ბრალი ყოფილა და იმათი გადასტომა იყო თორე აი ესენი არაფერ შუაში არ არიან ხო ანუ ესეც ის იმ შედეგს მოიტანს რომ ხვალ როდესაც მოლოტოვის კოქტეილს დაუშენენ რა ქვია პარლამენტის შენობას ის სპეცრაზმელი იმაზე მეც არ გააკეთებს რაც ისი ვალდებულის არის და აი ამ ესე ვთქვათ აგენტურულ ქსელს რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა ხელს აღარ შეუშლის ისე როგორც 2023-ში უშლიდა ერთი რაღაც და დავამთავრებ ყურე რატო ჩამოთვალე ამდენი რაღაც აი ხვალ რომ ამათ რატო დგას და კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე რატო ვარ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ 2020 აი ამ წლებში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან დიდი ბეჭვისხეზე გავიარეთ და სერიოზული ნაბიჯი გადავდგით იმისკენ რომ რაღაცა მართლა სუვერენი სახელმწიფო შეგვექმნა რომელიც იმოქმედებდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ გავუძელით ძალიან დიდ ზეწოლას დასავლეთის მხრიდან მაგრამ დღეს ეს ყველაფერი არის წყალში ჩაყრილი ეს არის უკვე რეალობა რაც შეგვიძლია თქვა და დღეს კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე ვდგავარ ჩვენ. მე გეუბნები რომ დღეს რომ დასავლეთის მხრიდან დადგეს მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, მე არ ვიცი ვინ და რა შეუძლია ხელი შეუშალოს აი ამ მოთხოვნას. რა ქართულ ოცნებას აქვს იმხელანდობა მოსახლეობაში რომ მოსახლეობა დაუდგება და მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას ამის წინააღმდეგ, ან დაიჯერებს ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერი რომ გამოვიდეს. ეხლა გუშინო მეუბნებოდი რომ აი მე ეს ხალხი ფრონტის გახსნას თხოვს და მე დაგიდექი შენ გვერდით რომ რას ამბობ და ქართულ სახელმწიფო ინტერესი იყო რომ ეს გადაურჩენილიყავით როგორც სახელმწიფო და დღეს დამთავრდა ეს გადავიარეთ ბეჭვისხეზე გავიარეთ დღეს ისევ ამ ხალხისკენ მიდიხარ ზელენსკის რომელიცაც ლანძღავდი და რომელიც გასალანძღი იყო იმიტომ რომ მოქმედებდა და რასაც აკეთებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დღეს ხელს ართმევდა რა ვიცი ეხუტები და ეალერსები და შეხვედრებს გეგმავენ საგარეო საქმეთა სამინისტროები ხო ესეც თქვა ეს მაგრამ მოიწურა მარტო ზელენსკის და იმ ორ წუთიანი ამას აკეთებდა ხვალ რომ ისევ გამოხვიდე და იგივე გაიმეორო რომ იცით რა მე კი მცადე ამათთან მაგრამ ეხლა ისევ ფრონტის გახსნას ხო ვინ გავა ქუჩაში ან ვინ დაიცავს ქართულ ოცნებას იმ ადამიანებისგან ვინც იმ აგენტურისგან რომელიც აქ მოქმედებს და სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მსვლელობა ქონდა. ამაშია საქმე რომ ყველანაირი რესურსიდან დობა ამ ხალხმა ამოწურა და ჩვენთან რომ ხვალ დადგეს ეგ საკითხი და ყველაზე ცუდი რაც არის რომ მართლა კი ხელახლა მოგთხოვნა დადგეს ის ესკალაცია რასაც შეიძლება მეორე ფრონტი ერქვას საქართველოში დღეს შეიძლება ბევრად უფრო დაუცველები ვიყოთ ვიდრე ვიყავით 2022-23 ვიყოთ კი არა ვიქნებით ცოტნე მე ღრმად ვარ დარწმუნებული მართალია ძალიან უყვართ გულში მჯიხის დარტყმა ჩვენს ახლად გაგენერალებულ ადამიანებს, მაგრამ მე არ მაქვს ამ შემთხვევაში არც ქართული სპეცსამსახურების იმედი, რომლებიც ესე 22 წლის ბავშვებს გასდევენ და სტუდენტებს აკავებენ უნივერსიტეტებთან. და იქ მოსამართლებთან აწყობენ რაღაც უკანონო გადაწყვეტილებებისთვის ბრალდებებს, არც იმის იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეყოფა პასუხისმგებლობა და არც იმის იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ისევ შეჭამს იმ საკენკს, რომელიც აი იმ დროს ბოლო ძალები მოიკრიბა, ბოლონდობის რესურსი მოიკრიბა ჩვენმა საზოგადოებამ და მართლა უკვე აი ყელში იყო ამოსული ეს ზელენსკის და პროზელენსკის პოზიციები და დაუდგა გვერდში ქართულ სახელმწიფოს რომ ვინც გინდა აქ მართლა იმას კი არ ვინმე კობახიძეს და მდინარაძეს კი არ დაუდგა გვერდში ქართულ სახელმწიფოს დაუდგა მაშინ ქართული საზოგადოება გვერდში და ამის ხარჯზე და ამის რესურსით მოახერხეს მაშინ იმ პერიოდის გადაგორება. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ზელენსკი კი არ შეხვდა კობახიძეს, ამის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინის საგარეო საქმეთა ministrს შორის და სამომავლო კოორდინაციებზე და შეხვედრებზე მოხდა შეთანხმება. ანუ ეს deep state აღარ არის როგორც ჩანს, არ ვიცი, აი დაამარცხა ზელენსკიმ საკუთარ თავში დაამარცხა deep state ეთყობა და კი, სულიერად ამაღლდა და ეხლა ჩვენ კვლავ შეგვიძლია გავხდეთ მათთვის მეგობრები როდესაც მე ვხედავ გუშინდელ გადაწყვეტილებას სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არ არის აქ საუბარი იმაზე რომ ვინმეს მართლა მოწონს იქ ქუჩაში ფეხის ჩარტყმა დაუწველ ადამიანზე, მაგრამ ეხლა ეს გადატეხო მართლა 2 და 3 სპეცრაზმელზე ესე აი საჩვენებლად გააკეთო ეს რომ აი ჩვენ ხო დავსაჯეთ და ეს დროში რომ ემთხვევა ბოდიში აი ზელენსკისთან და ამერიკელებთან აქტს როცა ემთხვევა დროში აი ეს არის ყველაზე რა თქმა უნდა ეს არის და სხვა შორის მარტო მაგას არ ემთხვევა დროში დღევანდელ სხდომა ვინც ნახა სამთავრობის ადმინისტრაციის სხდომა პირდაპირ ეს თურმე
პირდაპირ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს არის ბატონი მამუკა მდინარაძის დამსახურება და ესე იგი მის ჩინმენდლებს უნდა შეეწიროს აქ ადამიანების თავისუფლება, იმ ბიჭების თავისუფლება, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და საკუთარი, არ ვიცი, აი ბევრჯერ სიცოცხლის ფასად დაიცვეს მათი სკამები, ხო, სინამდვილეში. პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილებს რო ესროდნენ და ცოცხლად წვავდნენ და პიროტექნიკას დამიზნებით რო ესროდნენ. აი იმ ბიჭებს ჯიან დღეს, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ ჩინმენდლები მიიღო თუ მიიღოს თუ რა გააკეთოს არც ვიცით წესიერად და აი ამათ თუ გონიათ რომ კრიზისები გადაგორებულია და მოგვარებულია და მომავალში აღარ იქნება ქუჩაში პროტესტი, აი აქ ჩანს მათი პოლიტიკური სიმბეცე. მაგასაც ვნახავთ რა იქნება და როგორ იქნება და როცა შემდეგი კრიზისი შეიქმნება აი ვინ გაანძრევს ხელს მე მაგათი სკამების და ერთი ადგილების გადასარჩენად, მაგასაც კარგად დავინახავთ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მათ შორის დღევანდელი აი სპეცრაზმის შემადგენლობისთვისაც მაგალითი, რომ აი თქვენ ესე გიფასდებათ ამ ადმინისტრაციის მხრიდან თქვენი გმირობა და თქვენი თავგანწირვა და არავის არ გონია ეხა იქ რომ მართლა ერთი და ორი სპეცრაზმელის პასუხისმგებლობაზე შეიძლება გადაწყდეს ეგ ყველაფერი. მაშინ არ მახსოვს ბიჭო რას ლაპარაკობდნენ და როგორ აპრავებდნენ მაგ ყველაფერს, რომ ეხა ემოციური ფონია და მართლა იყო ემოციური ფონი, გამოვიდა დაორგანიზებული ჯგუფები იდგნენ რუსთაველის გამზირზე დაორგანიზებული წინასა ტრეინინგ გავლენილი ჯგუფები ერთმანეთს რო ეცვლებოდნენ იქ მორიგეობით, დამიზნებით რო ესროდნენ სპეცრაზმელებს და მოლოტოვის კოქტეილებს სასიკვდილოდ რო იმეტებდნენ ხალხზე, იქ შეიძლება ვიღაცას მართლა უმტყუნა ნერვებმა და რაღაც პატარა გადაცდომა ქონდა. ეხა აი ამის გამო რომ დღეს იჭერენ 2 წლის თავზე თან ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ გამოიძია თურმე მდინარაძემ ეს ყველაფერი და იჭერენ ადამიანებს და ციხეში სვავენ და დღეს გამოდიან და მთავრობის ხდომაზე ტაშებს იღებენ ამის გამო, აი რა ფასი დაგიჯდებათ ეგ შემდეგი პროტესტების დროს მერე დაითვალეთ წიწილების შემოდგომა. აქ მე რატო ვახსენე რომ ამერიკელებთან და ზელენსკისთან ლაქუც რო იმთხოვა, ეგ არის ყველაზე დიდი და ყველაზე ცუდი რაც ამ ყველაფერში ხდება თქო. რატომ მოკლედ მინდა რომ თქვა ამის შესახებ რომ იცი რა არის აქ მე რა შთაბეჭდილება დამრჩა ყოველ შემთხვევაში ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას რომ ეს ბიჭები მათ შორის სხვა ის ადამიანები რაც იგივე ღარიბაშვილზე ვთქვი რომ ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აი იმას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილთან, იმიტომ არის ციხეში რომ ქართულ ოცნება შეიძლებოდა რა ქვია იმასთან ზელენსკისთან ჩახუტება და ამერიკელებთან ურთიერთობების გადაწყვეტა როგორც თვითონ ეძახიან. აი ეს ბიჭებიც ამას ეწირებიან. ხო ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ ეხა ესენი რომ საუბრობენ რომ ის ვიღაცებს რო ხვდებიან იქ თანაშემწეებს ხო რომ საუბრობენ რომ ჩვენ ურთიერთობის გადაწყვეტა უნდა შევძლოთ ამერიკელებთან ფასს რას ითხოვენ ამერიკელები ამას ხო არა ამას როგორ ვიხატავენ ისი რა ფორმით რომ აქეთ ამერიკელები ეხვეწებიან ეხლა რო და ამათმა აი ჯანდაბა შეგხვდები და როგორ ეხვეწებიან უყურე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დივნის თანაშემწის მოადგილე ხდება საქართველოს პირველ პირს. აი როგორ ეხვეწებიან და როგორ პატივცემენ ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა სამარცხნო იცი რა რომ ამას დაატარებს მე ქართული ოცნების რაღაცა იქ Facebook ისინი და სიამაყით აცხადებენ რომ თურმე ყობახიძე შეხვდა ვიღაცის თანაშემწის მოადგილეს რომელსაც ალბათ ეს იყო ერთადერთი მოცლილი იქ და წადი შეუბედურო ეს გამოაგზავნეს ისის თაობეთის წოდი სად ჩამოვიდა ხო და აი ეს არის ყველაზე ცუდი და ყველა სამარცხნო და ყველა და აი იმას რომ ყობახიძე იგიჟდეს ვიღაცის თანაშემწესთან ამას ეწირება ეს ამ ადამიანების მთელი კარიერა და ის ღვაწლი რაც მათ საკუთარი სამშობლო წინაშე აქვთ ფიზიკურად იცავდნენ ამ ქვეყანას და სხვა ადამიანების რომლებიც შეიძლება იქ არ იდგნენ მაგრამ იყვნენ ისეთ სამსახურებში რომელზეც იდგა მაშინ უბრალოდ შემთხვევა რამდენიმე აი ამ მთავრობის ტროლბოტის პოზიცია რა თან რომ მახსოვს რა ერეებს წერდნენ მაშინ იმ დროს, როდესაც ქვეყანა გადიოდა ბეწვის ხიძე და უნდა გადატრიალება მომხდარიყო ამ ქვეყანაში და დამხობა, პირდაპირ ძალადობრივ დამხობაზე იყო საუბარი, მაშინ როგორ აქებდნენ ამ ხალხს და ჩვენი სპეცრაზმი და მათ სურათებს დაატარებდნენ და გულებს უწერდნენ და დღეს იგივე ხალხი ამბობს აი იზე იმას ამართლიანობა. ვიდეო ვრცელდებოდა ის დროშას გაუფენენ და ჯარისკაცებს სპეცრაზმები რო აყოცებს და აი სადი აქ რა ის ვიდეო. სად არის ხო ის ვიდეო? რატო აღარ აჩვენებენ მაგ ვიდეოს? თუ ის სპეცრაზმელი ხო არ იყო დროშა ვინც აიღო დაჭერილი ეხა რომელიც არის. აი ამაშია საქმე ზუსტად და აი უბრალოდ აი ეს ამარცხინო ხალხი რომლებიც დღეში 18-ჯერ იცვლიან პოზიციებს იმის მიხედვით რა ქარი დაუბერავს სუსის შენობიდან და ძალიან ცუდია რომ აი ესეთი პირობებში უწევს დღეს ქართულ საზოგადოებას არსებობა და ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში არსებობა. სხვა შორის ისიც უნდა ვთქვა 4 ოქტომბრის საკითხზეც დააყენეს ამ გვირაში განაჩენი
7 წელი მიცეს არ ვიცი ხა მე ჩემ აზრს ვიტყვი ეს ადრესს მithქვამს ეთერში და ამ ხრივ ნამდვილად პოზიცია არ შემიცვლია საერთოდ არ მჯერა რომ იმ 4 ოქტომბერს რაიმე გადატრიალება კეთდებოდა ესეც იყო აი ჩინმენდლებიანი კაცის დადგმული სპექტაკლი პირდაპირ ვიძახი ღია ეთერში ვამბობ ამას და რა ვიცი ვინმეს თუ ეწყინება ეწყინოს არავის არ გვჯერა ვისაც აღიჭყვა აქ რომ იქ ეხა 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე აწყობდა სახელმწიფო დამხობას ესეც იყო ეს ღიად ანუ ჩვენ ხო გვახსოვს ეხა ღია მოწოდებების გამო მანდ არის ადამიანები პასუხისმგებაში მიცემული ღია მოწოდებების გამო ანუ რაღაც პირდაპირ ეთერში რაც თქვენს რაღაც სადღაც სტუმრად რომელიღაცა გადაცემაში მაგის გამო ესე იგი რა ლოგიკა არსებობს რომ სახელმწიფო გადატრიალება რომელიც იდეაში იატაკქვეშა საქმიანობაა და იატაკქვეშეთიდან კეთდება ესე იგი ეს ხალხი გამოდიოდა და პირდაპირ ეთერში ყველას გასაგონად იზავდა რომ ჩვენ ეხა 4-ში იქ მოვართ და უნდა დაგამხო. კლიანად ეგ დღე იყო სუსის დაგეგმილი დღე იყო. ცხადია საერთოდ რატომ მოხდა ეგ მაგ აქციის გენერირებაც რატომ მოხდა ხო რომ არჩევნები ტარდებოდა მაგ დღეს და არ ქონდა ქართულ ოცნებას იმის გარანტია რომ მაგ არჩევნებს მოიგებდა საჭირო იყო გაეყოთ ოპოზიციური ელექტორატი და ნაწილი წავიდა არჩევნებზე ნაწილი წავიდა რუსთაველზე თლიანად სუსის დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო რა თუნდა მაგას ლაპარაკი უბრალოდ ამას შეეწირა ხა რამდენიმე ადამიანის თავისუფლება და ესეც არ შემიძლია არ თქვა რომ ყველაზე მეტად აი მართლა გული მეტკინა იმაზე პაატა მანჯგალაძეზე საერთოდ არაფერი შუაში ისინი ევროპაშია მოხვედრილი ხო ბიჭო კაცი დაიჭირეს მართლა ეხა სულ სხვადასხვა ფლანგზე ვდგავართ ხო და არაერთხელ გამიკრიტიკებია გამილანძღია საერთოდ ეგ კაცი ეთერში პირადად ერთი-ორჯერ ყავს შეხვედრილი არც ვიცნობ არ ვიცი მაგრამ ეხა ახალგაზრდა კაცი არის სამი შვილის მამა არის ბოლო-ბოლო და სახლში პატარა ბავშვები ელოდებიან და აი იმიტომ რომ იმ დღეს აი ესე უბრალოდ რატომღაც გადაწყვიტა მივიდა და იმათან ერთად სელფი გადაიღო ამის გამო 7 წელი მიცეს გუშინი ხა რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ვიზე გვაქვს ლაპარაკი კაცო ჩვენ თუ საუბრობთ რომ სასამართლოში ხდება საშინელება და იღებს სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებს აი ისიც რომ პაატა მანჯგალაძე მართლა არაფერ შუაში იმებს კი მაინც რაღაცას ეთერში განცხადება გაკეთებულია მაგას ედავებიან და ამას მართლა არაფერი არა აქვს ნულოვანი მტკიცებულებებით 7 წლით უშვებენ ჩემ ხელა ალბათ ჩემზე ცოტათი უფროსი ბიჭი არის ხო სრულიად ახალგაზრდა ადამიანი სამი შვილის მამა 7 წლით უშვებენ ციხეში და ესეც არ შემეძლო რომ არ მეთქვა ამ ეთერში ესეც არის ჩემი აზრით უკანონო გადაწყვეტილება და არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ნაცზე გვაქვს საუბარი თუ ვიზეც გვაქვს საუბარი თუ ვამბობთ კანონზე კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანასწორი მაგრამ აი დღევანდელი სასამართლო მთლიანად არის ჯიბეში აქვს ჩადებული რამდენიმე ადამიანს და როგორც უნდათ ისე შეკერავენ საქმეებს და ეს ძალიან სამწუხარო პროცესი არის საქართველოში მე შენ დაგეთანხმები იმაში რაც შენ დაიწყე რომ ეს არის თითქოს რაღაც ახალი ფურცელი ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიაში როდესაც ხელისუფლება გადავიდა უკვე აი ღია ტერორზე საზოგადოების და რაც მთავარია იმ ადამიანების ტერორზე რომლებიც მთელი ამდენი წელი ვისაც ეყრდნობოდა საერთოდ ეს ხელისუფლება მთელი ამდენი ხნის განმავლობაში აი იმ ხალხს ყველაზე უფრო დაუნდობლად ატერორებს და ეს არ დარჩება ნამდვილად პასუხგაუცემელი მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული ჯობია ალბათ დავასრულოთ გადაცემა დავამშვიდობოთ გადაცემის ბოლოს გვინდოდა შემოგვეთავაზებინა კიდევ ერთი ვიდეო იმ საქმეზე რომლითაც დავიწყეთ საუბარი საუბარი არის გიორგი და დავით მიქაზისთვის და გიორგი ჯოხაძისთვის უვადო პატიმრობის განაჩენის გამოტანას რაც რამდენიმე დღის წინ ნახეთ სრულიად უკანონო გადაწყვეტილებას რომელიც მიიღო რომეო თხეშელაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ჩართვა ჰქონდა ჟურნალისტ TV პირველზე ჰქონდა ეს ჩართვა ადვოკატ შორენა ნიკაბაძეს მე თავიდანავე ფიქრობდი რომ ხوار დამეჭრა და გამომეტანა იმდენს მართლა საინტერესო საუბარია 10 წუთიანი ვიდეო არის მაგრამ აი ალბათ უმჯობესი იქნება რომ ერთიანად კიდევ ერთხელ ვანახოთ ჩვენს მაყურებელს ეს ვიდეო დეტალურად მიმოიხილავ შორენა რატო არის ეს საქმე ასეთი რეზონანსული რატო არის ეს გადაწყვეტილება ასეთი უკანონო და ასევე საუბარი არის იმ გეგმებზე რაც ამ მიმართულებით აქვს როგორც ადვოკატთა ჯგუფს ისე თავად მსჯავრდებულებს რომლებსაც გამოუტანა რომეო თხეშელაშვილმა უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ ამ ვიდეოს დაგიტოვებთ და დაგემშვიდობებით დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ მოგესალმებით თავთან დიანა პირველ რიგში მადლობა ეთერის დაცმობისთვის როგორც უკვე აღნიშნეთ ეს გამოცხადდა გამომტყუნებელი განაჩენი სამივე ბრალდებულის მიმართ ჩვენ თვეების განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პროცესის შემდგომ მედიასთან ვაკეთებდით კომენტარს იმის თაობაზე რომ პროკურატურამ ვერ შეძლო
ამ საქმეში წარმოედგინა მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები და ამ თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად თუნდაც ბრალდების მხარის მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ერთგვარად აღრევა მიდიოდა მკვლელობის ამსრულებლის საქმის მტკიცებულების და მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებებისა. თავის მხრივ ორგანიზება რას გულისხმობს, აუცილებელია ორი სიტყვა ითქვას ამის შესახებ. აქ საუბარი არის, რომ ჩემი დაცვაში მყოფებმა ხელი შეუწყოს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გელა უძლაუს ეს მკვლელობა ჩაედინოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოცხადდა გამომწვევებელი განაჩენი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა გონიურ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებასთან მიმართებით. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც განაჩენი უკვე გამოცხადებულია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, ადგილზე თათბირით გამოცხადდა ამ საქმეზე დღეს განაჩენი დასრულდა თუ არა გიორგი მიქაძის საბოლოო სიტყვა. დაცვის მხარეს დარჩენილი აქვს ერთადერთი ბერკეტი, ჯერ ამოწუროს ყველა შიდა სახელმწიფოებრივი რესურსი, იქნება ეს სააპელაციო სასამართლოში, ზენაის სასამართლოში გასაჩივრება და მე იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე სრულად აგებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის ატაკში მითითებულ გარემოებებზე, საქმე აუცილებლად სწავლა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. იბატონო, აი არგუმენტები, რაზეც დღეს საუბრობდნენ, მაყურებელმაც მოისმინა და მათ შორის თქვათ მედია საშუალებებმაც გამოაქვეყნეს, ეს არის პროკურორის მიერ, ესე ვთქვათ, ნახსენები, თქვენი კონტრარგუმენტის პასუხად, რომ არა მხოლოდ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, არამედ ასევე არის მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება და რომ ჩვენ დავასაბუთეთ, შევკარით და სასამართლოც დაეთანხმა, რომ ეს იყო ამ, ესე ვთქვათ, ამ პირების მიერ ორგანიზებული, როგორც ჩანს, ფარცხალაძის საქმე იქნება ცალკე, ხომ? ვთქვათ, ცალკე არის დღეს არ ყოფილა მასთან დაკავშირებით საუბარი, ცალკე საქმეა. მე ეს პოზიციას იმაზე რომ ვთქვათ, პირველად არ მომისმენია, რომ თითქოს აქ რაღაც ჯაჭვი არსებობდა მტკიცებულებების და დღეს ბატონო მოსამართლემ ბრძანა, რომ ფაზლივით აიწყო ამ საქმეში მტკიცებულებებითო ის გარემოებები, რომ თითქოს შემდგომში მყოფებმა დანაშაული ჩაიდინასო. მაგრამ თუ კი ამ ჯაჭვის ყველა რგოლი არის პოლიციელის პატაკები, თუ კი ამ ფაზლის ყველა ელემენტი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების პატაკებია, მაშინ რა ტიპის ჯაჭვზე და რა ტიპის ფაზლზე გვაქვს ჩვენაც საუბარი, ხო? გვაქვს დაინტერესებული ადამიანების მხრიდან თავგანდია და ბერძენიშვილზე რა სიტყვით? ბატონ ბერძენიშვილს რასთან დაკავშირებით აქვს მტკიცებულება? რა განაცხადა ბერძენიშვილს? ჯანგველაძე რომ მოკლულის დაპირისპირებაზე მიქაძეებთან და ფარცხალაძესთან მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულება არ შეიძლება დავიდეს მხოლოდ ორი ადამიანის ან არსებულ ან არ არსებულ დაპირისპირებაზე ერთმანეთთან. მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულება გულისხმობს ისეთი ტიპის მტკიცებულების საქმეში ჩადებას, რომ მაგალითად ორგანიზატორებმა ინფორმაცია მიაწოდეს მკვლელობის ამსრულებელს, თქვათ გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტზე, რაც პირდაპირ უწერია ბატონ პროკურორს ბრალდების დადგენილებაში. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, მაგალითად თავად ბატონი ბერძენიშვილის ჩვენებითაც რაიმე ამის შესახებ ნათქვამი არ ყოფილა, ხო? მტკიცებულება ორგანიზების ნაწილში იქნებოდა, რომ მაგალითად ამ და ამ თარიღში იარაღი მიაწოდეს გელა უძილაუს, ხო? ასეთი მტკიცებულება კიდევ ერთხელ ვამბობ, საქმეში არ დევს, ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი. ხა ის რომ მიხეილ ბერძენიშვილი მოვიდა და მოყვა რომ არსებობდა დაპირისპირება, ოღონდ ეს დაპირისპირება აღმოჩნდა, რომ სხვას არავის არ შეუძლია ბუნებაში დაადასტუროს, იმიტომ რომ ლევან ჯანგვარაძე გარდაცვლილია და სხვა ვინ ესწრებოდა ვთქვათ კონკრეტულ შეხვედრას, უბრალოდ არ შეუძლია ბატონ ბერძენიშვილს გაიხსენოს, არასარწმუნოა, ხო? და თუნდაც რაღაც დაპირისპირებაზე საუბარი იყოს, ეს ხომ ორგანიზების მტკიცებულება არ არის. ანუ მე და თქვენ თუ ერთმანეთთან გარკვეულ დაპირისპირებაში ვართ, ვთქვათ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ ხვალ ჩემგან საფრთხე გემუქრებთ. ხო, ეს არის აქ ამ მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობ. რა დაპირისპირებაზეა საუბარი? რაც ბატონმა ბერძენიშვილმა მოყვა, ფინანსურ პოლიციაში გარკვეული შეხვედრა, მაგალითად, ბატონი ბერძენიშვილი ყველა ამ ტიპის გადაკვეთაზე საუბრობდა, რომ ლევან ჯანგველაძე იყო ნაწყენი და გაბრაზებული იმაზე, რომ რაღაც დაპირება არ შესრულდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ ბატონი ლევან ჯანგველაძე იყო გაბრაზებული, წენა ბრაზი, შესაძლებლობები, ქსელი, კონტაქტები, მე ამაზე ვაპელირებ, როდესაც ვამბობ, რომ
ის რაც მუსირებს ვთქვათ იმას რაზეც მიზანმიმართულად ბრალდების მხარე აუცილებს ამაზე არ უნდა დარჩენილიყო სასამართლო და ეს არ უნდა გადავიდეს განაჩენ შტოლიაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება ხო ნახეთ იმ თემას გავაგრძელებ თუ ბატონი ლევანი იყო გაბრაზებული ფარცხალაძეზე და მიქაძეებზე როგორ აღმოჩნდა რომ ფარცხალაძემ და მიქაძეებმა დააორგანიზეს მისი მოკვლა ხო ბატონი ბერძენიშვილი თავის ჩვენებაში ხაზგასმით აღნიშნავდა რომ შეხვედრის შემდგომ წენა და გაბრაზება ჰქონდა ბატონ ლევანს თუ გაბრაზებული იყო გარდაცვლილი მაშინ უადვოკატიმრობა რისთვის მიესაჯათ დღეს დავით და გიორგი მიქაძეებს ხო აი ესეთი უამრავი კითხვა თქვენ ამბობთ მესმის რომ ადვოკატი ნებისმიერ შემთხვევაში არის მხარე ძალიან ეს ვთქვათ ბუნებრივი მაგრამ თქვენ ამბობთ რომ არანაირი არგუმენტაცია არ ქონია დღეს მოსამართლეს ხელთ არ ეჭირა მაშინ როცა ასეთი ვთქვათ უმაღლესი სასჯელი იქნა გამოყენებული აი ამ სამი პირის მიმართ რომელთაგან ერთი პატიმრობაში ორი მიმალვაში დიახ სულ პასუხისმგებლობით ვადასტურებ იმას რითიც ეს საუბარი მე დავიწყე ამ საქმეში არც ბრალდების დადგენილების გამოტანის ეტაპზე ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში არ არსებობდა მტკიცებულებები და არც დღეს, როდესაც გამოცხადდა უადოდ გამომტყუნებელი განაჩენი. დღეს ჩემი დასწრებაში მყოფმა ისაუბრა საბოლოო სიტყვაში რიგ გარემოებებზე, შეიძლება აგვისტოს თვეში გარკვეული მოლოდინები არსებობდა, რომ ბრალდების დადგენილების გამოტანის შემდგომ მოგვიანებით ეტაპებზე რაღაც მტკიცებულებები ამ საქმეში ჩაიდებოდა, ასე ვთქვათ, და მოპოვება შეძლებდა გამოძიება, იყო ამის მცდელობები აშკარად გარკვეულ პირებზე თუნდაც ზემოქმედების გზით მკვლელობის ამსრულებელმა პროცესზე პირდაპირ განაცხადა მაგალითად რომ ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია და ითხოვდნენ რომ მკვლელობის ორგანიზატორებად მიქაძეები გაესახელებინათ ბევრი მიმართულებით შეიძლება მიდიოდა მუშაობა მაგრამ ფაქტი ერთია დღეს გამომტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა ზუსტად იმ მასალებზე რაც ამ საქმეში არსებობდა აგვისტოში და ის თავის დროზე ვერ უძლებდა ეს მასალები კრიტიკას საკმარისი არ იყო არათუ განაჩენის არამედ ბრალდების კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს, ეს ეხება უსოიანს, რომლის გვარი იქნა წინა პროცესზე ნახსენები, რა სიტყვით მის როლზე გამოძიება ამბობს, რომ სწორედ მისი, ასე ვთქვათ, ის იყო პირველ წყარო, საიდანაც დანაშაულმა აიღო სათავე. დიანა, ნახეთ, აქ იყო ერთი უცნაურობა თვითონ პროცესზე სასამართლოში. ირაკლი უსოიანი უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ გამოძიებას თუ კი შემკვეთად ყავს მოაზრებული, მინიმუმ მასთან მიმართებით რამე საგამოძიებო მოქმედება ხომ უნდა ჩაეტარებინა. ირაკლი უსოიანი საერთოდ თამაშგარია ამ თვეების განმავლობაში. მასთან გამოძიებას არ ქონია კითხვები, არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები და სულ ბოლოს წინა პროცესზე პროკურატურა ამბობს დარბაზში, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი და შემკვეთი ყოფილა ირაკლი უსოიანი. თუ კი პროკურატურა ასეთი მყარია ამ პოზიციაში და ეს მტკიცებულებით დადასტურებული გარემოება და მე მტკიცებულებას ვერ ვუწოდებ პოლიციელის პატაკს, რომი გოგიაშვილის პატაკს, საუბარი არის მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, ფაქტების და ინფორმაციების ერთობლიობაზე. მაშინ ბრალდების დადგენილებებში რატომ არც ერთ პირთან აქამდე ჩაწერილი არ იყო, რომ მკვლელობა შეუკვეთა ირაკლი უსოიანმა. ეს არც არ წერია, ეს მოიტანა პროცესის სიტუაციამ, როდესაც დაცვის მხარე დაჟინებით ვითხოვდით, რომ გაერკვიათ, ეთქვათ გარკვეული გარემოებები, ვის რას ედავებოდნენ და მეტად კონკრეტულები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ ბევრი გარემოება ბრალდების დადგენილებაში ძალიან ბუნდოვანი იყო, მხოლოდ მაშინღა ითქვა, რომ ეს ყველაფერი მთელი იდეა და მკვლელობის ჩანაფიქრი, ასე ვთქვათ, მოდის ირაკლი უსოიანისგან, თუმცა ბატონი ირაკლი უსოიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ საქმეში არანაირი სტატუსით დღემდე არ სარგებლობს. კი ბატონო, შორენა, როგორც მივხვდი, თქვენ ამ შემთხვევაში მიქაძეების ოჯახის სახელით შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველა ინსტანციაში ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ იქნება ეს საქმე გაგრძელებული. დიანა, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ იმის გამო, რომ ის ეყრდნობა დაინტერესებული პირის, პოლიციელის პატაკის ინფორმაციას, საქმეზე გამოკითხული. პოლიციელი რატომ იყო დაინტერესებული? ზოგადად პოლიციელი მხარეა ის გამომძიებელია და ბრალდების მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი გამომძიებელი, ვისაც მოწმის სტატუსი აქვს საქმეში თუ არა აქვს ამის და მიუხედავად. შესაბამისად, რაოდენობაც ბევრს ეტყვის საზოგადოებას დარწმუნებული ვარ. 16 პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა პროცესზე, საიდანაც 6 თუ 8 ადამიანი პატაკის ავტორია.
ბრალდების მხარეს და გამოძიებას, სადაც მტკიცების კუთხით რაიმე უჭირდა, ასე ვთქვათ, ყველგან პატაკია შემოტანილი საქმეში. პატაკი რა არის? ანონიმური წყარო, რომელიც ან არსებობს, ან არ არსებობს და კი ბატონო, თქვენ მიმართავთ ყველა კი ბატონო, რაც შეეხება თქვენ კითხვას, აუცილებლად, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებამ პატაკის საფუძველზე გამოტანილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია პირველ რიგში, შესაბამისად ორივე ინსტანციის ამოწურვის შემდეგ მიქაძეები აუცილებლად მიმართავენ ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოს. დღეს უბრალოდ მართლმსაჯულება დამარცხდა საქართველოში. კი ბატონო, მადლობა. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.